სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. ღვთისმადლით მივიახლეთ დასასრულს წმინდა დიდმარხვისა, კერძოდ ორიოდე დღის შემდეგ პარასკევის მწუხრიდან საეკლესიო ტიპიკონის მიხედვით დასრულდება წმინდა 40, ანუ დიდმარხვა და დაიწყება განსაკუთრებული შვიდეული, ნების შვიდეული, სადაც ქრისტიანები ვიხსენებთ ქრისტე მაცხოვრის მიერ იმ უკანასკნელებს, რომელიც განოლომა დედამიწაზე აღასრულა რა ჩვენი გამოსყიდვის საიდუმლოება. დიდმარხვის პირველ კვირაში, პირველი კვირის დასასრულს კვირიაკეს ჩვენ დღესასწაულობით მართლმადიდებლობის ემს, ანუ ქრისტიანული მოძღვრების დოგმატიკის გამარჯვებას ყოველთან წვალებლობათა და პირველ ყოვლისა ეს უკავშირდებოდა ისტორიულად წმინდა ხატების საუკუნენახევრიანი დევნილობის შემდგომ წმინდა ხატების თაყვანისცემის აღდგენებას. დავიწყეთ რა ასე ვთქვათ სიტყვა ქადაგება წმინდა ხატების თაყვანისცემით, სურს განვასრულო კვლავ წმინდა ხატებზე საუბრითვე. დავასრულო ეს პარფა ამ საუბრით. ბოლოს და ბოლოს ყოველ ოთხშაბათს ისე როგორც დღევანდელ დღეს ჩვენ ვიკრიბებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის სიყვარულისთვის მისი სხვადასხვა სასაუთმოქმედი ხატების წინაშე, რომელიც განფენილია ამ ტაძარში და ვავედრებთ ყოველ სასოფელსა მოყვას საკუთარ თავს, ცოდვათა მოდეებას ვევედრებით. წმინდა ხატების თაყვანისცემას აქვს ისტორიული წანამძღვრების, ისე როგორც დოგმატური საფუძველი. ასე მაგალითად, ჯერ მანამდე მოვიგონებდი იმას, რომ თავად ადამიანის ხატად ღვთისა არის შექმნილი. კერძოდ ღმერთმა მას მიანიჭა თავისუფალი ნება, დაება გონიერი სული და ესე შემდეგ. ასევე პირველი ადამიანი, პირველი წმინდანი, რომელმაც წმინდა ხატი გამოსახა ღვთის ბრძანებით და არა თავითვისით იყო მოსე წინასწარმეტყველი და ჟულისმდებელი, ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი წმინდანთა და წინასწარმეტყველთა შორის. და გარდა მაგისა, როგორც უკვე ვახსენეთ, დავზინეთ, ის ჟულისმდებელიც არის. ღმერთმა ის აიყვანა, როდესაც გამოჰყავდა უფალ ღმერთს ეგვიპტის 4 საუკუნოვანი მონობიდან გზად სინას მთაზე 40 დღე და ღამე ყავდა ღვთიურ დიდებაში. და როდესაც ჩამოვიდა, მან თან ჩამოიტანა ჟულის 2 ფიცარი, 10 ცნება. გარდა მაგისა, ლოცვა კურთხევა უფლისა, რომ ღმერთისთვის შეექმნა პირველი ეკლესია, ეს იყო მოძრავი კარავი, მოძრავი ეკლესია. მასში ყველაზე უფრო წმინდა ადგილას, წმინდათაში უნდა დაესვენებინა ჟულის კიდობანი, სადაც დიდი სიწმინდეები იყო მოთავსებული, როგორიც არის 10 ცნება, ოქროს ტაკუკის ეციური მანაანი, არონის აყვავებული კვერთხი და სხვა. ესეც არის ყველაფერი. ღმერთმა უბრძანა, რომ კიდობნის მარჯვნივ და მარცხნივ გამოხატავდა რა წმინდა ხატებს, კერძოდ ქერობინთა, რომელიც პირველი ტრიადის უმაღლესი ანგელოზები არიან, 2 ხატი უნდა გამოესახა ქერაბინთა და მარჯვნივ და მარცხნივ აღემართა ჟულის კიდობნისა. აი სწორედ ქერაბინთა შორის დგებოდა ღრუბელი და ღრუბლით გამო, როცა წარსდგებოდა მის წინაშე, თავის რჩეულს მოსეს ეზრახებოდა და აძლევდა რჩევასა და ლოცვა კურთხევას. აქედან გამომდინარე, როდესაც წვალებლები ამბობენ, რომ ხატი ეს კერპია, ესე იგი რა გამოყავთ? ღმერთი გამოყავთ კერპთაყვანისცემელი. ღმერთი თუ ის კერპი იყო, როგორ უბრძანდება ისიც რჩეულსა ჟულისმდებელს, რომ გამოეხატა ხატები და უფრო მეტიც, სწორედ ამ ხატებს შორის ეცხადებოდა იგი მოსე წინასწარმეტყველს. აქედანაც ლოგიკური მარტივი ჟელობით დავასკვნით, რომ ხატი ეს არ არის კერპი. კერპი ეს არის ეშმაკის გამოხატულება და მისი სხვადასხვა სიბნელის ანგელოზებისა. მაგალითად, აფროდიტა, მერკური, ზევსი, კაცი გაიამი ქართულ სინამდვილეში წარსულში იყო და მრავალიცა სხვა და ისე იყო დაკნინებული კაცობრიობა 60-დან განოსვლის შემდგომ, რომ ვთქვათ ეგვიპტეში ნიორსა და ხავსაც კი ღმერთებად მიიჩნევდნენ. აღარ ვამბობ არაფერს კატებზე, რომელსაც მუმიფიცირებას უკეთებდნენ და საფლავებში ატანდნენ დიდებულებს და მათ შორის ფარაონებს და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება ხატს, ხატი ეს არის გამოხატულება ღმერთის, როგორც ჩვენ ახალ ღვთისმეტყველი გვასწავლის,
ხატისადმი თაგვანისება მიიწევა მასეთ გამოხატულის მიმართ, ანუ პირველ ხატისა. ეს იქნება ქრისტე უფალი, ზეციური ანგელოზები, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი თუ ესა თუ ის წმინდანები. გარდა მაგისა, დიდებული პავლე ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს, რომ ქრისტე მაცხოვარზე იგი არის ხატი მამისა და ბრწყინვალება მისი დიდებისა. აი ეს არის დოგმატური საფუძველი წმინდა ხატების გამოხატვისა. ღმერთმა მიიღო კაცობრიო ბუნება. დღესაც ვახსენეთ ერთ-ერთ წლის პირში, ერთ-ერთ იქოსში ვახსენეთ, რომ მარად ქალწულის უბიწოთა სისხლიდან ხორცნი იქცევა უფალმა ღმერთმა. ესე იგი მის სისხლიდან შეიწყნა ხორცნი, მიიღო ადამიანური ბუნება. ისე რომ უძველესი დროიდან მომდინარეობს წმინდა ხატების თაყვანისგან გარდა მაგისა, იგივე მოსეს უბრძანა შემდეგ, ესე იგი სოლომონს როცა პირველი უძრავი ტაძარი ააგო, მთელი კედრები ანგელოზთა გამოსახულებებით უნდა გამოეხატა. სოლომონის ბრძნად არის ბოლოს და ბოლოს ცნობილად იყო უბრძენესი და უმდიდრესი მეფე ძლევამოსილი იმ დროინდელ აღმოსავლეთში. მიუხედავად ამისა, მერვე საუკუნეში უფრო ადრეს დაიწყო წმინდა ხატების დევნა შევიწროება. კერძოდ რა, ბიზანტიის სარდაფზე ავიდა ვინმე ლევისავროსის წარმომავლობით სომეხი, რომელიც იუდეველებმა ურიებმა მოისყიდეს, მათ როგორც ყოველთვის ჰქონდათ წყურვილი სიმდიდრის, აქვთ ახლა და ექნებათ ვიდრე ქრისტეს დაბრუნებამდე. დღესაც რაც მოვლენები ხდება დედამიწაზე, აი საზარელი ომები, ეთნოკონფლიქტები, ტერორისტული აქტები, ძირითადში მათი ფულებით არის ყველაფერი ეს დაფინანსებული. ამაზე არ გვინდა ამჯერად საუბარი, აქვთ ეს ორი რამა, ერთი ვერცხლის მოყარეობა განსაკუთრებით და მეორე ეს არის მრავალსაუკუნოვანი, ათეულსაუკუნოვანი სურვილი ბატონობდნენ დედამიწის ყველა ხალხებზე, რასაც მიიღებენ ანტიქრისტეს სახით. თქვენ იცით, რომ მსოფლიო არჩევნებით ანტიქრისტეს კაცობრიობა მადლისაგან დაცლით და ღვთისაგან გაუწყებული ჩააყარებს თელს ძალაუფლებას. არის ვარაუდი, რომ რუსეთი შეიძლება ამ ახალ კავშირში აშენდეს, რითაც დასავლეთის მეტ გაბოროტებას გამოედა. რა გაბოროტება მიმდინარეობს მის მიერ, თქვენ ხედავთ კარგად ამ ყველაფერს. ჩვენს თვალწინ სრულდება წინასწარმეტყველი, მაგალითად როგორ მეცნო მენიშნა, როდესაც გერმანიის ახალმა ხელისუფალმა უმაღლესმა გამოსაბრძანება, რომ ესე იგი 50 მილიარდი თუ 500-ით გაიზარდოს სამხედრო ბიუჯეტი. ანუ გამალებულ შეერაგებას იწყებენ ისინი, საბოლოო სამიზნე არის რა თქმა უნდა რუსეთი, მაგრამ ამ ყველაფერზე წინასწარმეტყველებია ვიდ რითი და როგორ დაამთავრებს თავის უბადრუკ არსებობას. გინდათ არ გინდათ ხშირად მეთქვავს, წამთ არ წამთ, ღმერთმა ეს ქვეყანა გამოირჩევა, ეს ხალხი ნაბუქოდონოსორად გარყვნილი კაცობრიობის დასაშევად, ღვთისაგან განდგომილისა. ჯერ კიდევ სერაფიმ საჰროველი ამბობდა, როგორც ისრაელმა შვა ჭეშმარიტი მესია, ქრისტე მაცხოვრე, ასევე რუსეთი მომავალში შობს სულ მესიას. ანტიქრისტის წარმომავლობით იქნება რუსი ებრაელი და ესეც არ არის ალბათ შემთხვევითი. ანტიქრისტის ეს იქნება ღვთისრისხვა ადამიანებზე, პირველყოლისა მათზე, ურიებზე, ვინც ამდენი საუკუნეა ნატრობენ მსოფლიო ბატონობას და ბოლოს მიიღებენ ბატონობას ანტიქრისტეს, რომელზეც თავად უფალმა თქვა, ხშირად გვითქვამს, რომ მოიტანს საზარელ ჭირის დღეებს. აუტანელი იქნება ადამიანური არსება, ცხოვრებას ამას ვერ დავარქვევ და ესე შემდეგ. მოკლედ საუკუნე ნახევრიანი დევნის შემდგომ ღვთისმადლი თეოდორა ღვთისმოსავი დედოფლის დროს აღსდგა საბოლოო წმინდა ხატების თაყვანისება. ვიდრე ეს მოხდებოდა, როდესაც უკვე არაბობა იწყებოდა მთელს იმ დროინდელ მსოფლიოში, ძლევამოსილი ლაშქროები არაბთა მუსლიმი ტომებისა, მათ სხვებთან ერთად დაეკრეს სირიაც და შევიდნენ ერთ-ერთ ქალაქში, ისე როგორც ნებისმიერ სხვა ქალაქსა და სოფელში, რომელსაც რამელა ეწოდებოდა. იქ რამოდენიმე არაბმა მუსლიმმა გადაწყვიტა ცნობის მოყარეობით წმინდად, მეტი არაფერი არ ამოძრავებდა, შესულიყვნენ ქრისტიანულ ტაძარში. რა ხდებოდა იქ? და როდესაც რამოდენიმე არაბი მეომარი შევიდა ტაძარში, რომელიც წმინდა გიორგის სახელობისა იყო, თქვენ იცით, რომ წმინდა გიორგის დედის სამშობლო არის პალესტინა. ლუდია, კერძოდ, იქ დღეს იმ ადგილას დგას დედათა მონასტერი, წმინდა გიორგის
წმინდა სხეულის უდიდესი ნაწილია იქ დასვენებული ორსართულიანი ეკლესია, ქვევით დასვენებული წმინდა, ზევით არის საკურთხეველი, ქვევითაც ესევე ქონდა სიხარული პატრიარქთან ერთად ჩვენ სამღვდელოებას გვეწირა წმინდა გიორგის დედის სამშობლოში, კერძოდ ამ ტაძარში მისი წმინდა ნაწილების წინაშე. მოკლედ, არაბები შევიდნენ ტაძარში და რას ხედავენ? რომელიღაც ქრისტიანი მღვდელი დაჩუქილი დგას წმინდა გიორგის ხატის წინაშე. არც იციან ვისი ხატია ეს. და ერთმა მათგანმა ვერ დაითმინა და წამოიძახა, ხედავთ ქრისტიანები და მათი მღვდლები რა უგუნურები არიან, ფიცარს ევედრებიან. ამ სიტყვებზე კაპარჭიდან ამოიღო ის არის ჩადო შვილში მოსწია ლარი და გაისროლა. იყო სახელოვანი გამოსტილი მეომარი და თქვენ იცით რომ არაბები შვილოსნობით განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ. მაგრამ მოხდა სასწაული. ის არის რომელიც ბუნების ყველა კანონით უნდა შესულიყო ხატში, როგორც კი მიუახლოვდა ხატს, მოუხვია ხატმა, აიჭრა ზევით, ჩამოვარდა და მთელი სიჩქარით ჩაერწო ხელში არაბს. ენი თაუწერელი ტკივილი იგრძნო. მეხსეულად გაუსხდა ხელი, წამოვიდა რა სისხლი. ვიდრე გავაგრძელებდე ამ მონათხოვს, მინდა მსგავსი სასწაული, რომელიც მე შემევთქვა, ჩემი უგუნურებით, მოგითხრა თქვენ, აქაც ღვთის დიდება შავს და იმიტომ მინდა რომ მოყვე ეს სასწაული. მაშინსა სასულიერო სემინარის პირველ კურსზე ვსწავლობდი უნივერსიტეტიდან გადასული და დაიღუპა ჩემი უახლოესი ადამიანი ტრაგიკულად. მე საერთოდ მოგვიანებით აღმოჩნდა რომ მოკლეს. იყო ჩემი თანაკურსელი, შეიძლება ჩემი მეუღლეს გამხდარიყო, ჩვენ ვიყვარდა ერთმანეთი, იყო ულამაზესი გოგონა, ხევსური იყო, აი თიური სილამაზის და რაღაც არ არის ყველაფერი, სულით იყო უაღრესად უბიცო ადამიანი. ჩემზეც ეკლესიური თვალსაზრისით დიდი გავლენა მოახდინა ამ ადამიანს. მოკლედ დაიღუპა ტრაგიკულად, ვარ უმძიმეს სულიერ მდგომარეობაში. უკვე გონება ამემ აღარ ვიცოდი რა მეკეთები და თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა. ვარ ერთ-ერთ ლექციაზე სასულიერო სემინარიაში შესვენება ზიوار განმარტოების კურსელები გვერდით არიან, ჩაფიქრებული, დამწუხრებული და მოულოდნელად ესე იგი ბრისხანება დამეუფლა. როგორც მინდა მომენტი ამბობენ, ბრისხანება არის გონების სულიან ნაწილობრივი დაბნელება. დამიბნელდა გონება. კაცს სკამს ხელი, იქ დიდი ხატი იყო მაცხოვრის, რომელიც დღეს სასულიერო აკადემიაშია დასვენებული ამ შენობაში. დიდი ხატი იყო საკმაოდ და ახლო ვიყავი ალბათ 4 მეტრ, 3 მეტრის დაშორებით ამ ხატიდან და მთელი ძალით ვესროლე სკამი ამ სიტყვებით, რატომ წამართვი ეს ადამიანი. ყველა გაშრა, გაშეშდა კურსელები, ერთ-ერთმა წამოიძახა რა შვები არჩი და მოხდა სასწაული. ეს ხდება წამებში. ხატი, რომელიც ყველა კანონით უნდა მოხვედროდა, შემინული ხატი თან ვეებერთელა, რომელიც უნდა ესე იგი მოხვედროდა ხატს, დაახლოებით 10-15 სანტიმეტრით როცა დაუახლოვდა ხატს, მოულოდნელად 180 გრადუსით შებრუნდა და დიდი ხმით საფრთხით დაეცა ძირს. ნუ ყველა გავშვებთ ამის ხილვები. ამან შემზე ის ჩავარდი ძალიან დიდ სინანულში, გონს რომ მოვეგებ, რას ვაკეთებდი. ისეთი დიდი სინანული მქონდა, რომ არც დიდი ხნის შემდეგ ლოცვა კურთხევა ავიღე პატრიარქისგან და წავედი ბეთანიის მონასტერში. ფიქრობდი, ბერად აღკვეცილიყავი, მონასტერში დამემარხა თავი და ამით გამომესყიდა პერმონოზური ცხოვრებით ჩემი ეს სოდვა. აი ესეთი რამ შემევთქვა, მსგავსი სასწაული მოხდა ალჟამსაშინა იმ არაბთანაც. მაგრამ ღმერთმა ისე მოაწყო, ბერად არ აღვიკვეცი, როდესაც ჩამოვედი უკვე ორთვე ნახევარი ვიყავი მონასტერში და სულიერ მამას გავესაუბრე, რომ უკვე აღკვეცა მინდოდა ბერად, ჩამოვედი პატრიარქმა, ესე იგი, დილიდან ჩამოვედი ვერ მიმიღო, გვიანღამით მიმიღო. თველი საპატრიარქოს ეზოში იჯდა და როცა მივიახლე კურთხევა ავიღე, გვერდით მომისვა და ვითხრა. მე დავიწყე საუბარი, რომ კურთხევა მინდოდა ბერად აღკვეცაზე და თუ შეიძლებოდა ქვათახებში გავეგზავნე, რატომ? ბეთანიაში იყო ჩემი მოძღვარი მამა ივანე, ერთი მთაყობს ბეთანიას და ქვათახებს და კვირაში ერთხელ ფეხით ჩამოვიდოდი ხოლმე მოძღვართან აღსარებას ვიტყოდი და უკან დავბრუნდა. ასეთი ფიქრები მქონდა. პატრიარქმა არც დამაცალა ბოლომდე მეთქვა სათქმელი,
ხელი აიშვირა გზები და თქვა, იქ გადაწყდა. სასულიერო სემინარიაში უნდა დაბრუნდე და დაასრულო სწავლა. მანამდე შემთავაზა, რომ უნივერსიტეტში დაბრუნდი, გააგზავნო განათლებული უფლებები გვინდა, მე ვთხოვე, რომ ვერ დაბრუნდებოდი. რადგან არ ხედავდი მაშინ სიბრძნის ტაძარს და სხვა. მოკლედ რო ვთქვათ, მქონდა სურვილი, მაგრამ არ არჩევა მოძღვარმა, არც პატრიარქმა. მაგრამ მე მომიყოლია მე რომანს ბაურშიც არის ავტობიოგრაფიული რომანს ბაურშიც აწერილი, მეტნაკლებად თუ როგორ დამესხამულად ხელით. ჯერ სიზმრეული ჩვენებით ღვთისმშობელ მარიამისა და თავად პატრიარქის მიერ პერგამის ორი სიზმრეული ჩვენება იყო. როგორც ხედავთ, ხაჭი 40 წელიწადზე მეტია და ღვთისმადლით მდელი ვარ და ჩემის მდლობით მსახურებით ფიქრობ გამოვისყიდო ჩემი შეცდომები და ცოდვები. მოდით ახლა მივუბრუნდეთ ამ არაბს. შეძრწუნდა და არა, იმიტომ რომ ის იყო გამოცდილი მხედარი და იცოდა ასე მარტივად ისრის მოხვედრით არ უნდა გასიებული იყო ასე მალე ხელი და ჰქონდა ენით აუტანელი და ენით აღმოწერილი ტკივილი. სასწრაფოდ სახლში წავიდა და საბედნიეროდ ყავდა მსახურებში ერთ-ერთი გოგონა ქრისტიანი და დაუძახა იმას და კითხა, მოუყვა რაც მოხდა და კითხა ეს რა არის, რას ნიშნავსო? მე არა ვარ გასავლული ქრისტიანობაში, არც მეტყველება არ მეხერხება, მაგრამ მე ვიცი რომ შენ სასიკვდინე ცოდვა ჩაიდინე. ამიტომ სიკვდილს იმსახურებ. ამან უფრო შეაშინა ეს არაბი. რა შეიძლება გავაკეთო სინანულის ნიშნად? მღვდელს მოუხვე, აი სწორედ იმ მღვდელს, რომელიც ამოჩათ აიგდე, მოუხვე და კითხე მას. მართლაც სასწრაფოდ გააგზავნეს, მღვდელთან მოიყვანეს და მახოუყურა ყველაფერს იმ მღვდელმა, კითხა, როგორ მოვიქცე? რა გავაკეთო ისეთი? ან ვინ არის ის, რომელსაც შენებედრებოდი? წმინდა დიდმოწამე გიორგია. ღმერთია? კითხა არა. ღმერთი არის მამაცე და სული წმინდა, ერთარსება ღმერთი. ეს არის მისი ერთგული მონა. სურვილი გაუჩნდა არაბს და სთხოვა, რომ წაეკითხა წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მოწამეობის შესახებ, რაც აუზრულა მღვდელმა. იგი არ არის ღმერთი, არ არის ყოვლადწლიერი, მაგრამ უდიდესი ძალმოსილება და მადლი აქვს ღვთისაგან ამ სიყვარულის გამო მინიჭებული, რადგან დაასდვა რა სულისთვის ღვთისთვის და ჭეშმარიტებისთვის მოიპოვა უდიდესი ხელმწიფება ღმერთის წინაშე. როდესაც წმინდა გიორგის ცხოვრება მოისმინა, კიდევ უფრო გაუღრმავდა სურვილი ამ არაბს. უგონორო ჩემო თავო, ჭაბუკი იყო წმინდა გიორგი და გონიერი აღმოჩნდა. სიბერესა ვარ მიწეული და ასეთი უგონური რომ შეურაცხყოფ ღვთისმინდანი. იმდენად მძაფრი იყო მისი სინანული, რომ მღვდელს თხოვა, რომ სასწრაფოდ ნათელი ეცა, ანუ მოენათლა ქრისტიანულად, რაც მღვდელმა ზოგადი საფუძვლები ქრისტიანობის გააცნურა, აღასრულა კიდეც. მე რა მოხდა, ეს მანამდე რა ურჩია, ეს გამოგჩა, მე თქვა, რა გავაკეთო, როცა გითხარი, მაგრამ წმინდა გიორგის სისხატი უბრძანე რომ მოიტანო შენთან, საწოლის თავზე დაკიდე, კანდელი აუთეს შენი ტკივანი ხელით და შეზთხოვე მოტევება ცოდვების. დილით იმ კანდელიდან ზეთი იწყე ჭრილობაზე. რამდენად დიდია და მოწყალია უფალი და მისი წმინდანი წმინდა გიორგი, არც კი გახდა საჭირო ეს ყოველივე. უკვე ღამით მან დაინახა, როცა კანდელი აანთო, ჭრილობამ პირი დახურა, სისხლის დენა შეცდა და ტკივილმაც მალევე გადაიარა. ამანაც იმოქმედა, რა თქმა უნდა, მასე რომ მიეღო ქრისტიანული ნათელი, რაც აღასრულა კიდეც. მეორე დღეს გამოვიდა და უშიშრად დაუფარავა თავის თანატონელებში, არაბებში დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება, აღიარება, გამოუხდა იმაშიც, რომ მიეღო ქრისტეს ნათელი და არის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი დიდმოწამე გიორგისა. არაბებმა ყურებს არ გამოჩენს, მაგრამ რა კი დაჟინებით ერთსა და იმავეს იმეორებს, ხელის ტაცეს ჯერ აწამეს, შემდეგ სიკვდილით დასაჯეს და ისიც შეუერთდა მოწამეთა დასს. მოწამეთა დასი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასია წმინდანთა შორის. აი ერთ-ერთი წმინდა მამას ლოცვის დროს გამოცხადება ჰქონდა და ატაცებული იყო ზეცაში და ნახა რომ ერთ-ერთი პირველი გუნდი, რომელიც ყველაზე მეტად ანათებს წმინდანთა შორის, ელვარებენ პირდაპირ ნათლით და ანგელოს, რომელსაც სამოთხეში დაჰყავდა, ეს წმინდანი ეკითხება, ვინ არიან ისინი? აი ჭაბუკი ვიღაა. წინ რომ დგას ამ გუნდისა, ეს მოწამეთა დასია,
ის დიდმოწამე, მთავარმოწამე გიორგია, რომელიც ძალზე ახლოსაა ღმერთთან. შევთხოვოთ ჩვენს დიდმოწამე გიორგის, რომ ყველაც ფარველობა გამოიჩინოს ჩვენს მიმართ. აი დღეს 9 აპრილია, ისინი ჭეშმარიტად შეეწირენ სამშობლოს სიყვარულს, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ხედავთ როგორ აბრუნებს ეშმაკი ყველაფერს, დღეს რისთვის იყენებენ. აი ეს ფსევდოლიბერალები. ბევრჯერ სადეს 4 თვის განმავლობაში არაერთი ერიში მიიტანეს და ასე შემდეგ ამასაც საბაბად გამოიყენებენ. და ბევრი მადიანი ვინც ამას აკეთებს. აი ასაკულა ხალხს გულისხმობ, თავად იყო მომხრე ამ გადატრიალებისა. რაც მოხდა მანამდე. როცა მოვიდა ეროვნული ხელისუფლება, ზვიად გამსახურდიათი სათავეში და სხვადასხვა. მაგაზე ბევრი გვისაუბრე, ამჯერად არას ვიტყვი რა. მამა ივანეს კურთხევა მივეცემ, რომ პატრიარქის კურთხევა, რომ წირვის შემდეგ პანაშვილი გადაიხადოს. აი ერთი მათგანი აქ არის ჯანგირაშვილი. გმირი არის ეს. სულითვის დასწრო მოყასო. ალეს ბას ნიჩბებში შეიჭრა და გამოსტაცა რამოდენიმე ადამიანი, დედაკაცები, რომ გადაერჩინა. მათი გადარჩენისთვის საკუთარი სიცოცხლე შესწირა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს იგი და ყველა ვინც აი ამ იდეალებით სულითვის დასდო ქართველი ერის წინაშე. ღმერთმა აწვდოს მათი ლოცვით ჩვენც შეგვეწყალოს სოდვილები. წმინდა დიდმოწამე გიორგის მფარველობით და ღვთისმშობელ მარიამისა, რომელიც არის ესე უზესთა ეს ცერაბინ ქერაბინ და ყველაზე ახლო მდგომი ყოვლადწმინდა სამება ღმერთთან, რომლისა დიდება, პატივი და თაყვანისება აზ და მარადისთან უკუნითი ღვთისამდე. ამენ.